მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. ამჯერად ეთერ კეკელიასთან ერთად. გერჩივნა მიუხედავად იმ იმედგაცრუებისა, რომ გენახა? აუცილებლად. რატომ აყავთ ბავშვები? იმიტომ რომ უნდათ მიტოვებულ ბავშვს ესრუნვა, თუ უნდათ რომ საკუთარი რაღაც დაიკმაყოფილონ? იცი როგორი კითხვები გავიარე? ურთულესი კითხვები ჩემი შვილისგან. ქალმაო, რომელმაც სამშობიაროში დამტოვაო და გაიპარაო და ერთი დღე არ უბრძოლიაო ჩემთვის, რა პუნჩი უნდა ვნახო? შენ იცი ის ვინც არის? იცი ვიპოვე. შეაყვანილო. აი შენ დედაშენს არ უნდა ხარ. დასცინა, რომ შენო აყვანილი ხარ. დედაჩემს ესე გავხედა უთხარი რომ მეთქი დედა მეთქი მე რომ მომპარო შენ თავის შეხმიპოვით ხო? უნდა რომ აი მეც მინდა რომ გენეტიკური დედა გავიცნო. რაღაცნაირად მაქვს დედაჩემის ვერ დანაშაული შეხსება. დედაჩემს ამჩემის ფოტო მაქვს შემოსასურს და ვერ ვუყურებ ხოლმე. ძალიან რთულია ამდენი წელი. შენს უსაყვარლეს არსებას უმალო რაღაცა. მიდი აბა დასუკითხები, 5 კითხვა რაც გინდოდა დედაშენის. დედაჩემის დედაშენის გეკითხვა. როგორ მიხვედი იქამდე რომ მოგინა ბავშვის საყვანა? არ ვიცი, როგორ შეიძლება გაზრდილი გამზადებული შვილი არ გინდოდეს. უთხარით დედებო, შვილებს კი. უთხარით სიმართლე. დიმი არის და მაგრამ სიმართლეს არაფერი არ ჯობია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. ამჯერად ეთერ კეკელიასთან ერთად. აი ხო თითქოს რაღაცნაირად აი უცნაურად ჟღერს ეს სახელი და გვარი. ჩემგან მით უმეტეს ცოტა გასაკვირია, მაგრამ ეს არის ის სახელი და გვარი, რომელიც მე მერქვა გაშულებამდე. ეს არის ის სახელი, რომელიც მომანიჭა მეორე სამშობიაროს იურისტმა. მთელი 8 წლის განმავლობაში, როდესაც მე ბიოლოგიურ ოჯახს ვეძებდი, პირველი მთავარი შეკითხვა, რომელიც მქონდა თამჩენთან, იყო ის თუ რა სახელი დამარქვა მან, იმიტომ რომ მაინტერესებდა რა იყო ჩემი პირველი სახელი. და როდესაც შევხვდი და ეს კითხვა დაუსვი, მან მითხრა რომ მას ჩემთვის სახელი არ დაურქმევია. მე რო გითხრა რომ როგორ შეიძლება რომ აი 8 თვე ბავშვი მუცლით ატარო, 8 თვიანი ვარ და რაღაც გონებაში მაინც არ კონდეს სახელი მოფიქრებული თქო. არც მიფიქრია სახელზე. მე უკვე როდესაც სხვადასხვა გზებით ჩემ საკუთარ თავზე მოვიპოვე გარკვეული ინფორმაცია, გავიგე რომ მეორე სამშობლოს იურისტმა დამარქვა ეთერი და ვარ გვარად კეკელია. მთელი ცხოვრების განმავლობაში მე ვიცოდი რომ ჩემ ცხოვრებაში არსებობდა ვიღაც დათო და რომ გავიგე რომ ვიყავი აყვანილი. შემქარს ვეუბნებოდი რომ დარწმუნებული ვარ რომ ან მამა ჩემს ან ჩემ ძმას ქვია დათო თქო. იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვიყავი რომ ეს სახელი ჩემ ცხოვრებაში ფიგურირებდა და ჩემი შვილისთვის მინდოდა რომ დათო დამერქმია, მაგრამ დედაჩემმა რატომღაც კატეგორიული წინააღმდეგობა გამიძია. და როდესაც ვიპოვე ჩემი ეს პირვანდელი დაბადების მოწობა, იქ წერია ეთერ დავითის ასული კეკელია. რამდენად გრძნობს გაშულებული ბავშვი იმას თუ რა ხდებოდა მის გაშულებამდე, ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი. რამდენად იცის ქვეცნობიერმა ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის მიუწვდომელია, ესეც არ ვიცი. და არც ის ვიცი გაშულებამდე ბავშვები გრძნობენ თუ არა დედისგან უარყოფას. მაგრამ ჩვენი პოდკასტების ახალი სეზონი არის ზუსტად იმიტომ შექმნილი, რომ აი ამ კითხვებზე გაიცეს პასუხი. რა თქმა უნდა, ძიება იქნება ჩვენი პოდკასტების მთავარი მიზანი, მაგრამ ძიებასთან ერთად მივიღებთ იმ პასუხებს, რომელზეც აქამდე კითხვებიც კი არ გაგვჩენია. იმიტომ რომ არ ვიცოდით როგორ უნდა დაგვესვა კითხვები სწორად. ეხლა თამამად შემიძლია უკვე თქვა რომ ბევრი რამ ვიცი და ვიცი როგორ უნდა დავსვა კითხვები სწორად, რომ სწორი პასუხები მივიღო.
სანამ ჩვენ სტუმარზე გადავოთ, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და თქვენ შეგეძლია რომ თქვენთვის ასურველი პოდკასტები, ინტერვიუები და ვლოგები ჩაწეროთ აი ამ ადგილას. ეს არის სივრცე, სადაც თქვენ არაფერზე ზრუნვა და არაფერზე ფიქრი არ მოგიწევთ, არ მოგიწევთ ნერვიულობა განათებაზე, მიკროფონზე დამონტაჟებაზე, რეჟისორზე და ასე შემდეგ. ყველაფერი არის გამსაკუთრებული. აქვე ვიტყვი იმას, რომ ჩვენთვის თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას, კომენტარებს, მესიჯებს პოდკასტის გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ სტუმარს. ჩვენი შეხვედრა პირველად მოხდა 2017 წელს გადაცემაში პროფილი, როდესაც მე უყვებოდი თუ როგორ მოხდა ჩემი გაშულება და როდესაც მე ვიყავი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ნათესავების მხრიდან, იმიტომ რომ მათთვის ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, რომ მე უნდა მესაუბრე იმაზე თუ როგორ მოხდა ჩემი შუა დაყვანა. ჩემს გვერდით აღმოჩნდა ქალი, რომელმაც ძალიან თავისუფლად და ღიად მოყვა, რომ მას თავად ყავდა შვილი აყვანილი. ჩემი სტუმარი არის ქალი, რომელიც ანგრევს ყველანაირ მითებს და ყველანაირ სტერეოტიპებს. ქალი, რომელმაც თავად აიყვანა შვილი და ამაზე საჯაროდ საუბარი არ ერიდება. ქალმა, რომელმაც საჯაროდ გადაიპარსა თავი, მას შესაძაც მას დაუდგინეს სიმსივნის დიაგნოზი და საჯაროდ ყვება თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მკერდის კიბოს. და ქალი, რომელიც პირადად ჩემთვის არის ნამდვილად მისაბაძი ადამიანი. ეს ადამიანი არის ნინო ხაჟომია. ნინო, გამარჯობა. იმდენი კითხვა მაქვს, რომ არ ვიცი, საიდან დავიწყო სიმართლე რო გითხრა. ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც ამ კითხვით დავიწყებ, იმიტომ რომ ვერ გავექცევით. ოქტომბერი არის მკერდის კიბოს ძვირების ამაღლების თვე და კითხო როგორ ხარ? გავდივარ მკურნალობის ბოლოში 3 ქიმია დამჭა და სხივური თერაპია და მე უკვე ალბათ ღვთისმადლით კარგად, იმიტომ რომ თუ შეიძლება კიბო კარგი იყოს, ყველაზე საუკეთესო კიბო მაქვს კიბოებს შორის. აუცილებლად უნდა დავსვა ეს შეკითხვა, მე ვუყურე შენ პოდკასტს და მე მეგონა რომ ჩემ თავს უსმენდი, როდესაც შენ თქვი რომ მე თვითონ მოვიყვანე კიბო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ კიბო დავემართებოდაო. არი ფიქრო მაგაზე. აი, ბევრია, იცი ესეთ მდგომარეობაში, რომ აი რატომღაც გონია, რომ აი როგორ უნდა ავიცილო თავიდან ეს უარყოფითი ფიქრები, რომ რაღაც არ დავემართოს. ნახე, ფსიქოსომატიკა მართავს ყველაფერს რა. დაავადებასაც მისი ფსიქოსომატიკა აქვს რა და არ უნდა ვიფიქროთ. მე მაგაში ვერ დაგეხმარებით თამო, იმიტომ რომ მე დავდივარ ფსიქოლოგი მჭირდება. 6 თვეში ერთხელ და ყველას მოუწოდებ რომ სკრინინგი გაიგეთოს აუცილებლად და ვიმოწმებ ყოველთვის. კი, აი ეგ არის გამოსავალი. რაც უფრო ადრე დაიჭერ დიაგნოზს, მით უფრო დიდია შანსი გამოჯამთელდე ნაკლები დაზიანებით. შეიძლება არც დაგჭირდეს არც ქიმიოთერაპია, შეიძლება არაფერი, არც მკერდის მოჭრა, არაფერი არ დაგჭირდეს და უბრალოდ მარტივი მკურნალობით გამოცვრე. სკრინინგი არის გარდაუვალი და ყველა ქალს მიმართავ. ნუ გეშინიათ, მიდით სკრინინგზე. კიბო არის ძალიან გაახალგაზრდებული, ეხლა აღარ არის, რომ 40 წლის მერე დაიწყეთ სკრინინგი, დაიწყეთ. მე ბევრი პაციენტი ვნახე განსაკუთრებით უცხოეთში, რომელიც 23 წლის გადის ამ გზას, საკმაოდ რთულ გზას. რაც უფრო ადრე დაიწყეს, მით უმეტეს გენეტიკური ფაქტორი თუ გაქვთ, ხო, მით უფრო მარტივია თქვენი გამოსავალი რა და ყოველთვის იცოდეთ, კიბო არ არის განაჩენი. მეოთხე სტადიის კიბოც არის საშველი და თან მინდა აღვნიშნო, როცა ეხლა უკვე ფინანსური პრობლემაც არა აქვთ რა ქალებს რა ადრე იყო თქვათ არ ფინანსდებოდა საოპერაციოს წინა კვლევები სახელმწიფოს მიერ ეხლა ისიც ფინანსდება და მათ შორის როგორი კვლევები ფინანსდება იცი მერიის მიერ ახალი პროექტი აი პეტკატე რა არის ეგ არის აი უტყუარი ანალიზი ხარ თუ არა რემისიაში ხო გენეტიკური ანალიზი აი უკვე ძალიან ძვირფასი კვლევები ფინანსდება რა და რეფერალური აფინანსებს ჯანდაცვა აფინანსებს მერია აფინანსებს ნუ შეგეშინდება და სკრინინგი ხო უფასოა და უფასოა მიდით 6 თვეში ერთხელ მიდით ჩაიტარეთ სკრინინგი თვეში ერთხელ აუცილებლად თვითგასინჯვა ხელით უმარტივესი პროცედურაა მე თვითგასინჯვით აღმოვაჩინე მიუხედავად როგორ სიმპტომები გქონდა რა არაფერი უბრალოდ ვისინჯავდი და ვიპოვე ცისტასნაირი გამონაზარდი მკერდზე. წავედი და თუმცა აი 2 თვე მქონდა გადაცდენილი, იმიტომ რომ თბილისში არ ვიყავი, გუდაურში ვიყავი, 6 თვის 8 თვეში გავიკეთე მეორე სკრინინგი, იმიტომ რომ ვერ ჩამოვედი თბილისში. 6 თვის მაგერად 8 თვეში. ხო, ანუ აი ეს 2 თვე იყო და
ну, ცოტა აგრესიული აღმოჩნდა, უფრო გაქცეულ, აქამდეც არ უნდა მისულიყო, მაგრამ, ну, ყოველ შემთხვევაში აქამდე მოვედი და დანარჩენს უკვე საბოლოო კვლევები იწყვეს. მე არ ვიცი ეს მაგაზე ფსიქოლოგი დაგჭირდება, ორივეს. მე უკვე ნაპოვნი მაქვს რა, იმიტომ რომ ეს უნდა ამოვირეცხოთ თავიდან. მე ახლა რიცი მეშინია, გინდა გითხრა, რომ რეციდივი არ დამემართოს. ანუ არ გამიმეორდეს კიდე, რა ძალიან ხშირია. ხო, მაგრამ ეხლა მართლა ესეა, რომ რისიც გეშინია ის გემართება. დამემართა. მოლოდინი მქონდა, შენ რა გონია რომ წავედი? იქ გძნობდი, ანუ ეს შეგრძნება იყო რომ ეს იქნებოდა. ექიმთან. შენ რა გონია მივეცი მივედი და ვუთხარი რომ ეს რაღაც ცისტა მაქვს მკერდში, მივედი ეხოსკოპიაზე დავჯიქი, კიბო მაქვს მკერდში, ნახე რამხელაა. ხო და აი ნახე ეს არ ვიცი რა შეგრძნება, მაგრამ მე რომ მივდიდი ხოლმე ექიმთან და რომ შემოწმებას რომ დავდიოდი, რომ მეკითხებოდნენ რომ რატო გონია რომ რაღაც უნდა დაგემართოს. აი ვეუბნებოდი რომ მე არ ვიცი ჩემი ბიოლოგიური ოჯახის შესახებ და შეიძლება ვიღაცას კონდეს სიმსივნე. აღმოჩნდა რომ დედას აქვს მკერდის სიმსივნე და მოკვეთის ორივე მკერდი. აი არ ვიცი ეს რა შეგრძნება. ზუსტად ვიცოდი რომ მას ქონდა. აი მაგისთვის არსებობს შენი სიმშვიდეს ის ხო არის ესე ბრაკა 1 და ბრაკა 2 ტესტი რომელიც გენეტიკურად სწავლობს შენს ორგანიზმში რამდენად არის კიბოს გაჩენის შესაძლებლობა. გაიკეთე, გითხარი, აფინანსებს მერია. ბრაკა 1 და ბრაკა 2. ხო, გენეტიკური ტესტია და იპოვის ჩაშლის და იპოვის თუ ვინმესაა გენეტიკაში. და ეს არის შენი სიმშვიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე სხვა ზომებით შეიძლება მიიმართოს. მე აი ამ გადმოსახედიდან რას ვფიქრობ, იცი? ძალიან სწორი იქნებოდა, რომ ეს გენეტიკური ტესტი მე გამეკეთებინა ადრე და თან მე ვიცი ჩემი 1 დეი და 16 წლიანი რემესია აქვს. იმის ცოტა მძიმე კიბო იყო, სამაგი დადებითი ჩემი ცოტა უკეთესია და მეორე დეიდან მკვდარი მყავს კიბოთი. და ეს რო ჩამეტარებინა ეს გენეტიკური და ეთქვათ, ხო, ჯობდა რომ მე მასტოპექსი, ანუ სრული მოკვეთა მკერდის გამეკეთებინა ადრე და ეს გზა არ გამომიარა. უკვე სამ მედიცინა იქ არის მისული, მე ვფიქრობ რომ 5 წელიწადში ამის წამალიც იქნება რა. აუცილებლად. ხო, აუცილებლად და ვწებოთ ყოფილი კარგად იქნება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქალს რომ გაიკეთოს სკრინინგი. ხო, და არის შიშის ფაქტორიც არის, მაგრამ ნუ ეს უნდა დავძლიოთ რა, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, მანდ კიდე იცი შიშის ფაქტორია. აი მე რო საჯარო თქვი ამაზე რა, ძალიან ბევრმა მომწერა ქალებს ეშინიათ, რომ არ გახდეს ძუძუ მოსაკვეთი რა და ეს მოკვეთილი ძუძუ ითვლება აი ფემინურობის, ქალობის დაკარგვასთან, მე ალბათ სოციალიზაციაც უჭირთ ამ ქალებს უკვე, ხო? და მე მალავენ უკვე დიაგნოზს. რომ ვაიმე მკერდი რომ იმიტომ რომ პლასტიკად ითვლება. დღეს არ ფინანსდება მკერდის რეკონსტრუქცია, ანუ არ ითვლება როგორც რეკონსტრუქცია, არ ითვლება როგორც პროტეზირება, არის პლასტიკა და სამწუხაროდ არ ფინანსდება. და ეს არის ქალის ასაწევი თემა. ნინო, შენ ყოველთვის საჯაროდ და ღიად საუბრობ იმ თემებზე, რომელიც არის დაბუდადებული და მხარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ქალი. აი, თუნდაც ახლა ამას ვიყურე ვიდეოს თავი რომ გადაიპარსე რა. აი, როგორ აკეთებ ამ ყველაფერს, ან რაღაც საზოგადოების მხრიდან განკითხვას, ასე ვთქვათ, აი, არ გეშინია იმ დამოკიდებულებს, რომ რას აკეთებს ეს ქალი, რას გვაჩვენებს ეს, იმიტომ რომ მე რო ლაპარაკობ ხოლმე ეს ბიოლოგიურ ოჯახზე, ცოტა ის მლანძღავენ, რომ რატო ყვები, რა საჭიროა, შეინახე რაღაც შენთვის. არა, თამო, უნდა ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ ის სტერეოტიპები, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს, ხვანაერად არ დაიშლება რა. თუ არ ვილაპარაკეთ და არ ვილაპარაკეთ ძალიან სწორი მესიჯებით, ხო, იქ ვიქნებით, სადაც ვიყავით რა. რომ ქალი უნდა იყოს თავსაფრიანი ცომში და ფქვილში ხელებით. ამაში არაფერი არ არის ცუდი, მაგრამ ყველაფერს მისი დრო აქვს რა. ქალი უნდა შედგეს ოჯახში, საზოგადოებაში და სოციუმშიც რა და ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა იმ თემებზე, რაც გვიჭირს. მე მახსოვს ჩვენ პირველად აი ამ შვილდაყვანის თემაზე ერთმანეთს შევხვდით პროფილის ჩაწერაზე 2017 წელს. მე მაშინ ყვებოდი რომ ვიყავი აყვანილი და შენ ყვებოდი როგორ მოხდა ბავშვის აყვანა. იმდენად შოქში ვიყავი რომ მეთქი ეს გოგო ესე როგორ ყვება, იმიტომ რომ მე ნათესავების მხრიდან იმხელა წნეხი მივიღე რომ არ უნდა წავსულიყავი, რომ თავის მოჭრა იყო ამაზე. ნათესავების მხრიდან თამო ანუ ამყვანი ოჯახის ნათესავების არა გენეტიკური ხო, იმხელა წნეხი მქონდა
მქონდა მე რომ შენ შეგვარცხვენ რო თქვა რომ მამაშემ და დედაშემ აგიყვანესო რომ უცებ აქ რო გვერდზე მეჯექი და ყვებოდი როგორ მოხდა ბავშვს აყვანა იყო შემთთვის აი მხელა შოკი რომ აი ძალიან დიდი ხანი ვერ გამოვდიოდი ამ დოკუმენტი ყველას ვუგზავნდი რომ ინახეთ ნინოს ვიდეო რომ თვითონ ყვება და არ არის ამაში სასირცხო არაფერი პირიქით ბავშვს აყვანა ძალიან მაგარია ხალხო რატო გქონდათ ეს სირცხვილის განცდა სირცხვილის განცდა გქონდათ რომ ამაზე მელაპარაკა საჯაროდ რომ ხალხი რას იტყვის რომ გაიგოს რომ შენ აგიყვანეს ძალიან მაგარი რაღაცაა რა უნდა ძალიან აი ხომ არა ხო წერდნენ კომენტარებს აუ შენ არიცი მე რეები დამიწერეს ეგ კომენტარებში მგონი დედას გებიცები ისა რა ქვია გადამიარეს გადმომიარეს ეგეთ რაღაცას მე ყურადღებას არ ვაქცევ როგორ მაშინ დავიწყოთ აი ეს გახსოვს პირველი საჯარო დიდი ჩემშულზე ვინც გააკეთა ხო ეს იყო ეგეთ ძალიან კაი პლატფორმა ეხლაც არის ქალები საქართველოსდან და იქ იყო ძალიან თფილი ჩემი მეგობრის დაწერილი სტატია შულად აყვანაზე. ნუ მე იქ ამბავი წავიკითხე, რომ ორი უკიდურესობა იყო. ერთი იყო, რომ გადამიარეს, მცემეს, მირტყეს, ჩამჩო, არ ვიცი, ნუ ყველაფერი საზრობა მეძახეს და მეორე იყო, ვაი მე საფრთხიური საქმე გააკეთე, ღმერთი შეგეწევა. всё, მეტი საშუალო არ არსებობდა. როგორ მიხვედი იქამდე რომ მოგინა ბავშვის აყვანა მაშინ როდესაც პირველი შვილი ყავდა ბიოლოგიური და მეორე არაბიოლოგიური ბავშვის ანუ არ გეშინოდა რომ შენი დამოკიდებულება შენი შვილების მიმართ არ იქნებოდა ერთნაირი თოთი შემეშინდა იცი რომ დამირეკეს და მეორე დღეს უნდა წავსულიყავი და მენახა მთელი ღამე ვფიქრობდი მაგაზე რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ბოლოს ჩემ თავს უთხარი, რომ აი არაფერს არ გთხოვენ სიყვარულის გარდა და ნუ ესეთი საშინელებები როგორ შეიძლება ვიყოთ, რომ არსება სიყვარული ვერ გაუნაწილო და იქ დამთავრდა ყველაფერი. ხო, მაგრამ ეხლა მე ცოტა მიკერძებული ვიქნები და როგორც აყვანილი ბავშვი ისე დავსვამ შეკითხვას, ანუ არის თუ არა განსხვავება ბიოლოგიურს და აყვანილ ბავშვს? არა. არა, აბსოლუტურად არა. აბსოლუტურად არა. ყოფილა მომენტები, რომ იმას უფრო არ ვინდობ, ბიოლოგიურს და ნიკოლოს უფრო ვინდობ. ხო და ეხლა ამ ამანტყოფობის ხარჯზე თამარა, ვაფშე სხვა თვალით დავინახე ჩემი შვილები რა. მე ნიკას 13 წლის ბავშვს იმხელა ემპათია აღმოუჩინე, საერთოდ შეცვალა ჩემი და ჩემი შვილების ურთიერთობა. აი 100-ჯერ უფრო ხარისხიანია. ხო. ისეთი კაია და აი ისე გვინდა, ნუ ისე ხა საქართველოში არ ცხოვრობს და ანუ აი 10-იანებს დაიწყო ნიკამ სწავლა. და რა მითხრა, იცი? რომ დედა მოვთხარი, რატო გადაირიე ხა არასოდეს არ უსწავლია 10-იანებს. დედაო, მეო შენო ამონტყოფობის დროს ვერაფრით ვერ გეხმარებიო და გაგახარებ მაინც. რა გზა გაიარე რომ აქამდე მოსულიყავი რა პროცედურები თული მოდი მაშინ მე შენ დაგისმევ კითხოს იცი როგორი კითხვები გავიარე ურთულესი კითხვები ჩემი შვილისგან აი თან იმას აქში რომ არ უნდა დაესვა იმიტომ რომ ჩემმა შვილმა იცოდა ყველაფერი ეს ხო აი მაგალითად დამისვა კითხვა რომ დე შეიძლება რომ მე ჩემი გენეტიკური დედა ვნახო აი მე შენ გისმევ კითხვას ნიკას უნდა რომ მოისმინოს გერჩივნა მიუხედავად იმით გაცრუებისა რომ გენახა აუცილებლად მომიყევი აბა ეს ისტორია იცი რა არის ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ როგორც არ უნდა დამხვედროდა და როგორი ურთიერთობას არ უნდა ჩამოყალიბებოდა მე ჩემ აღმზრდელ დედას მაინც ვერ შემიცვლის ვერავინ იმიტომ რომ ნუ დედა ჩემთვის იყო მარინა და არის და იქნება ყოველთვის ხო რაც შეეხება იმის დამოკიდებულებას, მიუხედავად იმის, რომ მას არ ყავს არც ქმარი, არც შვილი და არც ისეთი არავინ ვისთანაც შეიძლება რომ დამალო ეს ამბავი, ჩემი აზრით მთავარი პრობლემა არ მინდა ეხლა რომ მეწყინოთ, მაგრამ არიან ჩემი ბიძები, მისი ძმები, რომლებსაც უმალავდა ჩემ არსებობას. არ იცოდნენ მათ, ანუ მათ გაიგეს ჩემი გამოჩენის მერე. არციც არ დაურეკავს. არციც არ გამოუთქვამს შემინახვის სურვილი. ანუ აი ვითომ ისეთ კარგი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ არა. ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ აი მამის მხარეს ხო რა თქმა უნდა უხარიაო გაზრდილი გოგოს გამოჩენაო და ჩვენო ვკითხებდი გვიხარია უკანონო ადამიანის აღმოჩენა ჩვენ ოჯახში. აი ვახმართოთ შე. ხო. ხოდა მეთქი უკანონო რატო ვარ მეთქი? ანუ რატო ვარ მე უკანონო ადამიანი? ვერ მიხვდი მაგას. აუ რა მოგცა აი გეხოცები ძალიან ჩაძვერი აი ფსიქოლოგიურად რა მოგცა გენეტიკური დედის ნახვამ რა ის არა რასაც ველოდებოდი
რას ელოდებოდი? ველოდებოდი კითხვებზე პასუხების მიღებას. აი, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა მთელი ცხრათვის განმავლობაში. აი, ფიქრობდა თუ არა იმაზე, რომ უნდა გავეშველებინი, უნდა თუ არა ბავშვის გაშველება, თუ ეს დედამისის წნეხის გამო მოხდა. და რატო ჩახვედი ესეთ დეტალებში? მე ჩემთვის მაინტერესებს. და ხო შეეძლო რომ საერთოდ აბორტი გაეკეთებინა და არ გადაეკეთე. შეეძლო, რომ გვიან გაიგო რომ არსულად. კაი. უკვე გაიგო ისე დროს, როდესაც დაგვიანებული იყო მისთვის. თან ჩემთვის ანუ ძალიან პირველ ბავშვზე, პირველი ბავშვი რო გავაჩინე, მე არ ვიცოდი რომ აყვანილი ვიყავი და აი მეორე ბავშვი რო გავაჩინე, მაგ დროს უკვე ვიცოდი და სამშობიაროში ყოფნა იყო ჩემთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომ ვუყურებდი ჩემს შულს და ვფიქრობდი, რომ აი ესეთ მდგომარეობაში დამტოვა. ანუ როგორ შეიძლება რომ ეხა ესე დავტოვოთ, მე წამოვიდე, ერთი მხრიდან მე გავიდე და მეორე მხრიდან ჩემი შვილი გავიდა. კიდევ მაგარი რაღაცა გითხრა? ნიკას ჰქონდა ერთი პერიოდი, რომ მეუბნეოდა, რომ აი მეც მინდა რომ გენეტიკური დედა გავიცნო და მე ვუთხარ ჯერ ერთ შენ ეხლა ხარ არასუნწოვანი, ამას ვერ ვიზავთ და მე მეორე ესე არ არის რა, შენ მოგინდეს გენეტიკური დედა გაიცნო და გავქანდეთ და ნახოთ, ესე არ არის რა. იმ ხალხს შეიძლება ეხლა ყავს ოჯახი, მართლა თავისი წარსული ჩახურული ფურცელია მისთვის და არ უნდა რომ გაიცნოს უბრალოდ რა. ნუ ამაზე მოვჩით საუბარს და რამოდენიმე დღის მერე ეს გადახარშა თავში და მოდის. დეო, იცი რაო, მე ბევრი ვიფიქრეო მაგ თემაზეო რა. ეხა რაღაცა უნდა გითხრაო რა. ქალმაო, რომელმაცო სამშობიაროში დამტოვაო და გაიპარაო და ერთი დღე არ უბრძოლიაო ჩემთვის, რა პუნჩი უნდა ვნახო? მე საერთოდ არ მინდოდა იმის ნახვა, იმიტომ რომ აი სენტიმენტების გამო არ. მე უბრალოდ აი ეს ჩემი კითხვები, დაკმაყოფილება მინდოდა ხვდები, რომ აი როგორ, ანუ რატო დამტოვე არც მიკითხავს ესეთი რაღაც, იმიტომ რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და ამაში არასდროს არ გავამტყუნებ არავის, იმიტომ რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება გაწო. ზოგს უნდა შვილი, ზოგი არ ემოწოდებით და ზოგი არ არის. მაგრამ აი ეს რაღაცა ნიუანსები ვერ დავიკმაყოფილე. რო ვერ დაიკმაყოფილე, აი ეხლა როგორ ახარ? ის სიცარიელი ხო არ დარჩა რაც ქონდა სიცარიელი ისევ არის. ისევ არის. ხო, ანუ ისევ შენ უნდა მოძებნო პასუხებზე კითხვები. ვერ მოძებნი. აბა ეს რომ მოგაქვს, უნდა ჩახურო, თორე ეს იმოქმედებს. შენ ჩამთელ მუდმივად სტრესში. ხო, ჩახურული მაქვს, ანუ ვიცი რომ ხო, ჩავხურე, ვიცი რომ ამაზე პასუხს არ მივიღებ და ნუ მან დამთავრდა ამბავი რა. მაგრამ ნუ სამაგიეროდ იცი რა არის, შეიძლება მეორე მხარე ამოაქვსო რა. გცოდნო და აუცილებლად. პატარაობიდანვე. აუცილებლად. მე სწორი არჩევანი გავაკეთე. ძალიან, იმიტომ რომ რას მოგცემდა? მე გავიგე, მაშინ როდესაც გარდაიცვალა ჩემი ორივე მშობელი, გავიგე სრულიად შემთხვევით და თავზე დამეგრა მთელი ცხოვრება. იმიტომ რომ მივხვდი რომ მე თუმცა ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი, მივიღე პასუხი, რატომ მეკცეოდნენ ესე მკაცრად, რატომ არ მიშვებდნენ სახლიდან მარტო. დედაჩემს მივყავდი, აი 10 კლასამდე მანქანით მივყავდი, მელოდებოდა სკოლის წინ, მოვყავდი, ჩემი ძმას ესე მივყავდა, ანუ ყველგან დედაჩემს დავყავდი, ამ სკოლას დავყავდი, ეშინოდა რომ ვინმეს რამე არ ეთქვა. ოკეი. ხო. და ანუ აი ეს რაღაცები ამოვხსენი რა, მაგრამ დედაჩემს პატარაობიდანვე რომ ეთქვა ჩემთვის ნელ-ნელა რომ შეეპარებინა, მე არ მივიღებდი, მე იმხელა სტრესი მივიღე. იმითი კი არა რომ აყვანილი ვიყავი, იმითი რომ ესენი არ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები, იმიტომ რომ მე ამ ხალხს ისე ვუყვარდი. და ჩემს მიმართ იმხელა სითბო და სიყვარული ქონდა და მე ისეთ სიტუაციაში გამზარდეს, რომ ამაზე მე ვერც ერთი ბიოლოგიური მშობელი ვერ მომცემდა. ხდები და სტრესი იყო იმის განალიზება, რომ ამათმა არ გამაჩინეს და რაში დაჭიდათ ახლა ამ ყოველფრის ტყუილი, როდესაც მაინც მეყვარებოდა კი რა, ასმაგად უფრო დავაფასებდი დედაჩემს რომ ცოდროდა, ხდები, იმიტომ რომ მაინც სადღაც ეს მომენტი ყველა შულს აქვს, რომ დედის ამაკს ვერ იხდის რა და მე რომ ცოდნოდა თავის დროზე, ასმაგად უფრო გადავუხდიდი ამაკს რა, ასმაგად. და ძალიან ნანოფრო მე რომ მეუბნებოდნენ რომ შენაყვანილი ხარო, რომ არ ვკითხე დედაჩემს. ვერ გავუბედე. ანუ არ მინდოდა რომ გული მეტკი. არა, მე ვფიქრობ რომ შენ შეგეშინდა. ეგეც არის, ხო? ხო. მაგრამ თან არ მეტყოდა. არ გეტყოდა? არა. ცა მე ბევრჯერ მიფიქრია რა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, რომ აი ეს გავაკეთე რა, იმიტომ რომ ხო არ დავაზიანე, იმიტომ რომ არა, პირიქით. ამ ბავშვს ხო იმ სოციუმში უწევს მოძრაობა, ეხლა დარწმუნებულია ვარ, შენც ვიღაცა კეთილის მსურველობა გითხრა ამის შესახებ რა და ეს არ ამგონია წინ წასული თემა იყოს ეხლა ძალიან და განვითარებული ვიყოთ და შეგვეძლოს ეს ღიად. იცი რა, ესე არ ყოფილა რომ დავჯექით და უთხარით რა. თავიდან იყო აი ძალიან პატარა რო იყო, აღნიშნავდით ორ დაბადების დღეს. ერთი იყო სახლში მოყვანის დაბადების დღე, როცა მოვიყვანით, მეორე იყო ის დაბადების დღე, როცა დაიბადა თვითონ. მე ისე რა, აი ძალიან ისა პატარაობიდანვე
მე ჩემ შვილებთან სამწუხაროდ ჩემი ნაკლი არის ეს რა სულ დიდი კაცები ვისაუბრობდი რა და პატარობიდან ვეუბნებოდი აი გენეტიკური არა გენეტიკური შენ ჩემ უცელში არიჯექი მაგრამ ჩემი შვილი ხარ ხო და მე უკვე რო გაიზარდა მე უკვე უფრო მძიმე კითხვები წამოვიდა ეხლა აი ბოლო ერთ წელია საერთოდ არ გვილაპარაკე ამ თემაზე რა მაგრამ სულ იცის ნებისმიერ მომენტში როგორც კი რამე დაარტყავს თავში იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ იმიტომ როგორ უნდა მეკადრებინე ჩემი შვილისთვის ტყულში ეცხოვრა და თუ ის ჩემი მეგობარია ტყულში არ ვაცხოვრებ და ეხლა თუ რამე დაარტყავს თავში იცის ზუსტად ყველაფერი შეუძლია მითხრას და ყველა კითხვაზე რაზეც არ მაქვს პასუხი მეც მოვიფიქრებ და გავცემ პასუხი იმ ქალმა იცის შენ არა ის ქალი ვერასოდეს ვერ გაიგებს იმიტომ რომ მე ხო ეს არა ეს ჩემი შვილი ნიკოლოზი არის აყვანილი როგორ იცი აბსოლუტურად საბუთებით ყველაფერი მთლიანად დახურულია თემა ის ვერასოდეს ვერ გაიგებს თუ ჩვენ არ მოვინდომებთ მის მოძებნას სადმე იმას სამატყუში დატოვა სამშობლოში და წავიდა შენ იცის ვინც არის იცი ვიპოვე ეს შორიდან ნახე ყავს ამან გარეგნულად კი სურათები პატარა ნიკა ოღონდ ქალი მართლა და არ გაგჩენია სურვილი გასაუბრების იცი რა კი გამიჩნდა სურვილი გასაუბრების მანამდე სანამდე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი და ნახავ და ვეტყვი რომ მას თუ აქვს რაიმე სახის ფინანსური პრობლემა და მხოლოდ იმიტომ დატოვა ბავშვი რომ აი ეს პრობლემა აქვს მე ვიყავი მზად იმისთვის რომ სრულწლოვანობამდე ამეღო მეურვეობა ნიკაზე და ყოფილიყო გენეტიკურ დედასთან მას თუ სურვილი ექნებოდა რა და მე ზუსტად ისე დავფიქრდი როგორც ნიკა დაფიქრდა რა ქალი გაიპარა ეს ამის სურვილი რო გქონდეს ხო უნდა იბრძოლო ერთი კვირა მაინც ხო უნდა იბრძოლო შენი შვილისთვის იქნება გამოგდის გაიპარა და ეხლა სადღამეძებნა და რატო უნდა შემეთევაზებინა მაგრამ ესეც ზუსტად აი იმ სტერეოტიპის ბრალი არის რა რომ აიმე ქმარი თუ არა ყავს მამა არის რატომ აყავთ ბავშვები ახლა როგორ ისეთი თითქოს ისეთი კითხვაა იმიტომ რომ უნდათ მიტოვებულ ბავშვზე ზრუნვა თუ უნდათ რომ საკუთარი რაღაც დაიკმაყოფილონ რომ ოჯახი იყოს სრულფასოვანი მოდი აი მეორე კითხვაზე ვერ გაგცემ პასუხს იმიტომ რომ სრულფასოვან ოჯახად თუ ითვლება გენეტიკური შვილის ყოვლა და მეორე საყვანა არ ვიცი რა ხო აი შენ შემთხვევაში იმიტომ რომ შენ ყავდა და აი მაგიტომ სრულფასოვანი ოჯახად ითვლება ოჯახი სადაც არის ჰარმონია და იდილია ეს შენი გადმოსახედიდან თორე აბა ეხა იმ ხალხს გადავხედოთ ვინც 80-იან 90-იან წლებში ოჯახი შენარჩუნების მიზნით ბავშვებს აუ ხო სისულელია თამუნა ნუ მაგაზე არ ვილაპარაკოთ რა იმიტომ რომ ბავშვი არ არჩენს ოჯახს არც აყვანილი არც გენეტიკური რა თქმა უნდა მაგრამ მან დავატოთ ხო მე ავიყვანე იმიტომ რომ ხედავდი ჩემში რესურსს რომ კიდე ერთი ადამიანისთვის მეჩუქებინა სიყვარული და ყველაზე დიდი გადაწყვეტილება მიიღო ჩემში აი რუსთავიორში გავაკეთე სიუჟეტი ერთი გავაკეთე ქუჩაში ბავშვებზე ქუჩაში თუ ცხოვრობდნენ ბავშვები არ ვიცი 2003 წლამდეა ეს რა გაკეთებული და დედას გეფცები ისა რა ქვია ყველა ჩემი ტანსაცმელი ეცვა და რუსთაველზე რო გავიდოდი და ისა რა ქვია ნინოდეიდა დავსდევდნენ უკან რა და მაგის წინ მაგ გაკეთებული აი კოჯრის როცა ბავშვთა სახლების ინსტიტუციები იყო კოჯრის ბავშვთა სახლში და ნუ მე იქ ისეთი სიმწარე ვნახე აი მაშინ ვთქვი რომ რამდენი შვილიც არ უნდა მყავდეს აუცილებლად წამოვიყვან ერთს მეთქი აი როგორი სიტუაცია იყო იცი ხო ყველა აი საშინელი ბულინგი და ძალიან დიდი მანეჟები იყო და აი ეს რომელი წელია ვერც გეტყვი 99 ან 2000-ია და ამ მანეჟებში საშინელი შარდისუნი და პატარა ბიჭზე გავაკეთე ხა ის დიდი ბიჭია ძალიან პატარა ბიჭზე დატოვებულ ბავშვზე გავაკეთე სიუჟეტი და თავის ტანსაცმელი რო არ წაერთვა თან ბავშვებს ხა დაკეცა და ლოგინის ქვეშ შეიდო აი კა შენ იცი რომ მე ხო მაქვს გაშვილებულ ბავშვებთან ურთიერთობა და ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ თემაზე და თითქმის 80%-ს არ უნდა ბავშვი საყვარა. ანუ აი მე რო არ აყავთ შვილი. არა. რომ აი გაშვილებულ ბავშვს თავად არ უნდა შვილის ან მე და სანდროს ლაპარაკობდით ხოლმე ამ თემაზე რა რომ აი ბავშვი ავიყვან ბავშვი სანამ გავიგებდი რომ აყვანილი ვარ და რომ გავიგე რომ აყვანილი ვარ მივხვდი რომ ამ ნაბიჯს მე ვერ გადავდგა რატო თქვია იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის იქნება ორმხრივი სტრესი ანუ ძალიან რთული იქნება ჩემთვის ჯერ ჩემი ამბავი ძრის მოვინერე და ეხლა კიდე
ძალიან გამიჭირდება მე ხო ვიცი მე რასაც გძნობდი და გამიჭირდება რომ ჩემ შვილში ვუყურო იმ გაცდას რაც მე გამოვიარე. ხო წე აი რას გძნობდი საინტერესოა იმიტომ რომ ამას ნიკა მოусმენს ხო და აი ჩემთვის უფრო საინტერესოა ხა შენი გამოცდილება ვიდრე შენთვის ჩემი გამოცდილება. აი რატო არა შენი გამოცდილება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა მე როგორ ზედა ჩემს ისე გისვამ შენ შეკითხვებს, იმიტომ რომ მე მასთან ვერ მოვახერხე შეკითხვების დასმა და ამიტომ ეხლა შენ გისვამ იმ შეკითხვებს, რომლის პასუხიც იმის გამიდოდა რომ გამეკო. ჩემთვის ძალიან რთული იქნება იმაზე ფიქრი, რომ ინტერესი ცოტა ეგოიზმი მაქვს ჩართული, რომ ინტერესი გაუჩნდება იმის მიმართ. რომ აი ალბათ დედაჩემსაც ეს მომენტი ქონდა, რომ აი არ წავიდეს. იმასთან არ წავიდეს. ამიტომ ხო არ ეუბნებია ხოლმე ამყვანი მშობლები იშვილებს. არა მგონია. იცი შენ თუ ესე შეხედავ რომ ვინ წასვლელია მაინც წავა და ის შეხო იმიტომ არავინ არ წავა რეალურად. ხა მაგრამ ის შეხო იმისთვის არა იყვანე რომ შენი მომლელი იყოს სიბერეში. შენ აიყვანე ის რომ გზა გაუყვალო გზაზე და ესე შეიძლება ბიოლოგიური შვილი წავიდეს კი არა და რა თქმა უნდა წავიდეს და შენ ბიოლოგიური შვილი წასული არა და ვეხოცები რომ ორი დღე ჩამოდი ნახე და ნიკა გვერდიდან არ მშორდება ღამე მოდიოდა ცუდად რო ვიყავი და სულ თქოს მიმოწმებდა ბავშვი. იცი იმდენად ეს რაღაცა ეგოიზმი მაქვს ჩართული. არ ვიცი რატო რა. აი ანუ შენ და მარინას არასოდეს არ გისაუბრიათ? არა, ერთადერთხელ იყო, ეხლა შეიძლება გავსკდე ტელევიზორით ეს რომ იყო. ერთადერთხელ იყო, ახალი გამოსული იყო. იავდანამ რაქნა. ხო. ფილმი რო ქართული. და მახსოვს დეჩი აუთოვებდა და მაგას უყურებდით. და ეს რომ თავდება რა და რომ უმღერის და ეს რომ ეხუტება ქეთო დედაო და დედაჩემს ესე გავხედა უთხარი რომ მეთქი დედა მეთქი მე რომ მომპარო შენ თავ მეთქი შეხო მიპოვით ხო და ნუ მოკოდა ტერილი და ნუ მაშ ვერ მიხვდი ხა რა ატირებდა რა და მე მეთქი დედა ყველგან გიცნობ მეთქი შენ არიცი ეხლა შენ არიცი პროსტა რამხელა შიშით გაგზარდა მე ხა გძნობ ძალიან და სულ ეუბნებოდა თავის მეგობრებს რა რომ აი სულ იმ კანკარი ცხოვრობო რომ ვიღაცო არ მოვიდეს და რამე არ უთხრასო ამ დროს არავინ არ მოვიდოდა ნინო არავინ აი შენ წარმოგიდგენია ამ ხდენი წლები ამ ხელა სტრესში ცხოვრებ ხო და აი ამიტომ მე რომ გავაანალიზე იმის მდგომარეობა ცოტა რაღაცნაირად შენ გენეტიკურ დედას რა აი ვაფშე პრობლემა არ ქონია ცხოვრებაში რა არანაირი ისე გაიზარდე რომ მარინა არის ახლა ძალიან ცოდო ამ შემთხვევაში ძალიან და რაღაცნაირად აი ჩვენ ხო აი მაინც აყვანილი ბავშვები ხო რაღაცნაირად გაგზარდეს დანაშაულიც შეგრძნებით და ხო აი სულ ამას აი ახლა რომ გავიგე რომ აყვანილი ვიყავი და დავიწყეთ ზემონა სულ ამას მევიდენაცებ რომ მადლობის მაგიერია და როგორ გაგზარდეს შენ და შენ კიდე მიდიხარ და ვიღაცებს ეძებ და აი სულ დღემდე ამას მეუბნებიან და აი რაღაცნაირად მაქვს დედაჩემის ვარ დანაშაული შეგრძნება დედაჩემის ამოჩემის ფოტო მაქვს შემოსასვლელში და ვერ ვუყურებ ხოლმე ანუ მე მოგიყვები ერთ ისტორიას რა აი ეს ქიმიების კურნალობა რომ დავიწყეთ ძალიან აირიად რა ტვინში რა რაღაცეები რა და მე და ნიკა წავიკინკლავეთ ერთმანეთს რა ვიჩხუბეთ და ნიკა ძალიან ჭკვიანი ძალიან გონიერი მასტი არის რა და ძალიან ცუდად უთხარი რაღაცა აი ზუსტად ამ შვილებაზე რა ოღონდ ეს არ იყო ჩემი ბრალი რა მაგრამ აი გასკდა ტირილით მე ხომ მოვკვდი იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად უთხარი რა და ეხლაო მთელი ცხოვრება მაგაზე უნდა მელაპარაკო და მე დაუჯექი ჯერ ხო აი იმდენი ბოდიში მოუხადე და პროსტა აუხსენი დედა ეს მე არა ვარ ეს არის ეხა ჩემი ჯანმრთელობა რომელიც აი გორმონები ყველაფერი არეული იყო ერთმანეთში და მე ვფიქრობ რომ გაიგო და კიდე 1000 ჯერ უნდა მოუხადო ამის გამო ბოდიში ნიკას არა აქ ის შეგრძნება რომ რაღაცა ისე ვერ არის არა აი მე სულ მქონდა აი მიუხედავად იმის რომ აი ესეც არ ნახე მიუხედავად იმის რომ ესეც იყო როგორ გავიზარდე რაღაცა შეგრძნება მქონდა რომ ვერ ვარ ჩემ ადგილას ანუ ის კი არა რომ აი რაღაც მათი მხრიდან რაღაც ხანერ დამოგი პირიქით ანუ მამა ჩემზე რა ჭირდა იცი რომ აი გაპიკო მქონდა რა მაინც აი სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ჩემ ადგილას არ ვიყავი და ვიცოდი რომ ის სხვაგან იყო ჩემი ადგილი რა
და ნუ აი იაბერსენას უსმინებ ფსიქოლოგს და მან თქვა რომ ყველა გაშვილებული ბავშვი გრძნობსო რომ აყვანილიაო, მაგრამ არიცი, ანუ გრძნობს რაღაცასო, ანუ ისო გეცნობიათ რომ აყვანილიო, მაგრამ ამ გრძნობასო სახელს ვერ არქმევსო. ხო, იმიტომ რომ შენთვის ეს დამალული თემა იყო. ხო, დამალული იყო. და შენ გრძნობდი რომ ტყბილში იყავი. ხო, აი რაღაცა ნიკამ იცის რომ ხო, თავიდანვე გაიზარდა. მე არ მგონია, არ მილაპარაკია მაგ თემაზე, მაგრამ აუცილებლად დაველაპარაკები. არ მგონია რომ ის გრძნობდეს უცხოდ თავს. არა, უცხოდ არ გრძნობდი, არა, უცხოზე არ არის. უბრალოდ აი მაშინ მეგონა რომ აი ამერიკაში მინდოდა ძალიან ცხოვრება და მეგონა რომ აი უბრალოდ ჩემი ადგილი ამერიკაში. აი რაღაცნაირად ვხსნიდი რა, ანუ შინაგანად რაღაცა მაინც ის იყო, თორე ანუ ის რომ მამა არ იყო, აი რასის ვერაფერი, და ყველა აყვანებას ხოვებნებიან რომ აი დედა არ არის, მაგრამ მამაშენი ბიოლოგიური მამა, ანუ ყველა ეს სტანდარტული ტყურია. რატო ამართლებენ კაცებს ეს თების გამოსხმა არ ვიცი. მაგრამ აი თავიდან მე რომ მითხრას აი თითქოს ქალის გარეშე ჩდება შვილი. რო გავიგე, ანუ დარწმუნებული ვიყავი მამაჩემი იყო. აი დარწმუნებული, იმიტომ ფანტასტიკური მამა ყავს, გენეტიკური, შევიშალე იმ კაცს. მე ხო მეგრელი ვარ და ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ აი მეთქი მეგრელი კაცი მაინც ხო არის რა. დედაც მეგრელია. ხო, მეგრელი ქალები ძიმეები ვართ ხა. დაანები. ხო, ნუ მაგრამ იცი რა მე ხა რაჭულ ქალებში გავიზარდე და არც დიდად განსხვავება არ არის ასე რომ ეს ჩემთვის რაღაცა ის გასაკვირი ამბავი არ ყოფილა ეს. ხო. არა, ძალიან ძიმე არის. ეხლა მე ვერ შევდივარ შენი გენეტიკური დედის აი მაშინ არ ვიცი როგორ შეიძლება გაზრდილი გამზადებული შვილი არ გინდოდეს, მაგრამ ნუ ალბათ თავის ქალია, თავის ცხოვრება აქვს და ჩვენ ქალებმა უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი და უნდა იცხოვროს მისი ცხოვრების. ეს არის მისი არჩევანი და დავიცი. უნდა ვცეთ პატივი მის არჩევანს. რა თქმა უნდა. ანუ უბრალოდ 40 წლის განმავლობაში არანაირი წვლილი რომ არ შეგიტანია ბავშვის გაზრდაში, აღზრდაში და არაფერი რომ არ უთხოვია ბავშვენთვის და ერთადერთს რო გთხოვს, რომ აი რაღაცა 4-5 კითხვა მაქვს, რომელსაც გთხოვ რომ პასუხი გამცე და ამასაც არ უკეთებ. ხო. იმიტომ რომ ჩემი სიმშვიდისთვის ეს იქნება დანიშნულოვანი, აი ეს აი ნახე რა არის. აბა თქვი დასვი. აბა დასვი და ერთად ერთი სიმღერა, რუსული სიმღერა. ანუ აი რომელიც მაქვს როგორი ჩაბეჭდილი თვითონში რომ ანუ პირველად რომ მოვისმინე მეგონა რომ მთელი ცხოვრება ამ ანუ ზეპირად ვიცოდი ეს სიმღერა. ამის გარდა მე ხომ სამეგრელოში დამყოფი არ ვიყავი. რომ ჩავიდი სამეგრელში მესმოდა მეგრული. ჩვეულებრივად. არ თქვა. ჩვეულებრივად მესმოდა, ანუ სანდროს მე მეგროს არ მესმის. ხო, აი მესმოდა. და ეს სიმღერა ისე მაქვს ჩაბეჭდილი თვითონში რომ ნუ და ანიკა შემშულს, ანუ გიждდება, ანუ რატო ვიყოთ არ ვიცი. და მაინტერესებდა ამ სიმღერას ხო არ უსმენდა ორსულობის დროს, რატო მაქვს ახლა ამ იმაზე. დაურეკე გურგენის ვეკითხე მე სიმღერა ხო ვიცი. არ ვიციო, მაგრამ არ მიყვარდაო და ნუ მე დაურეკე ჩემ დეიდაშულს და მეთქი გეხოცები ერთადერთი კითხვა მაქვს მეთქი, ნუ თუ ვერ კითხავ თქო, შენ მაინც გამეცი მეთქი პასუხი მეთქი. როგორ სიმღერებს უსმენდა მეთქი და ნუ აი რა რუსული სიმღერები უყვარს ძალიან. ეს არის თქვენი უნიკალური რაღაცა რა, იმიტომ რომ ნიკას ახსოვს ისეთი რაღაცეები, რომ არ უნდა ახსოვდეს. აი ახსოვს მიმღები ოჯახიდან 8 თვის იყო. მიმღები ოჯახიდან, ანუ მე სამდე სასამართლოები და რაღაცები დამთავრდა, ხო, 3 თვე გაიწელა რა, რომ სასამართლო უნდა ყოფილიყო ოფიციალურად, რადგან ოფიციალურად აყვავდა. მივდიოდი და მომყავდა. და ჩვენთან ატარებდა დროს და ახსოვს რა იცი აი რო შემიყვანე მამაჩემი რო დავინახე პირველად სადიშდა რა ეცვა როგორ გამოიწია ხო ადგილები ახსოვს ისეთი როცა მე არ ყოფილვარ მასთან ერთად და ეს ვფიქრობ რაღაც თქვენი აი ქვეცნობიერში ჩადებული რაღაცა არის რა აი მე ისეთი რაღაცები მახსოვს რომ ჩემს პრობლემები არ ჯეროდა ანუ არ ჯეროდა რომ ეს მახსოვდა რა ანუ აი 2 წლის ასაკში რაღაცეები ანუ მახსოვს და ნუ ეგ ცოტა ისე მიყვარდა არაშვილონას ის რა მახსოვს მიდი აბა დასვიკითხები 5 კითხვა რაც გინდოდა დედაშენის დედაჩემის გეკითხვა მე მაინტერესებდა რატო არ მეუბნებოდა სიმართლეს ანუ იმიტომ რომ შიში ქონდა რისი ანუ იმისი რომ მე წავიდოდი თუ იმისი რომ მის მიმართ გზნობები გამიცივდებოდა რატო არ მითხრეს სიმართლე? გზნობები გაგიცივდებოდა. და არ მიიღებდი ისე, როგორც უნდა მიგეხო.
ხო და რატო? წასული მოხვიდოდი. რატო? წასული მოხვიდოდი. რატო ქონდა ესე? ხო, აი წახვედი და მოხვედი. ჩააკითხე დედაშას და გამოგისტურა უკან. მაინც მოხვიდოდი, ხო? რა თქმა უნდა. გააჩნია რომ ის გეტყოდა თამო. თუ ის გეტყოდა, აუცილებლად ეთყოდი, რომ რატომაც ხური ამდენი ხანი ტყველში. აი როცა შენ დაიწყე ლაპარაკი ამაზე, მაშინ უნდა გადაეშალა გული. თვითონ ვერ გარისკა, თვითონაც უმძიმესი ტვირთით იცხოვრა. ძალიან რთული ამდენი წელი შენს უსაყვარლეს არსებას უმალო რაღაცა და მე წარმომიდგენია ახლა როგორ უყვარდი რა გეუბნებ ვერ ნუ ეს კითხვა საერთოდ არც უნდა დასვა რომ რა განსხვავებაა გენეტიკურსა და აყვანილს შორის არაფერი განსხვავება არ არის იმედენად შეეშინდა შენი რეაქციის რომ პროსტა ვერ გითხრა ხო და რა ანუ ესე კი არ ქონდა ნდობა ჩემს მიმართ არა შენი რეაქციის შეეშინდა იმიტომ რომ უკვე დაგვიანებული ქონდა გესმის ამდენი ხანი მოგიტანა და შენ არ ეტყოდი სად იყავი ამდენი ხანი წერან მითხარი რა უფრო დავაფასებდიო იმამაქსო ხო ეტყოდი აბა დაფიქრდი არ ეტყოდი სად იყავი რატო არ მითხარი არა შეიძლება არ მეთქვა რა თან მე მახსოვს როგორი იყავი შენ ესეთი სტაბილური არ იყავი რა ამდენზე რო ფიქრობდი ხო მაგრამ ანუ იმ მშობლების მიმართ მაინც ხვანაირი დამოკიდა ანუ რითი მქონდა ძალიან ანუ ეხა ეს ჩემი შვილი რომ მეტრიკინება ან ერთი ან მეორე ან მესამე ესე ვერ ვიყავი იმათთან ძალიან ისე ვიყავი რა არ მინდოდა რომ ტკივილი მიმეყენებინა ძალიან ცოდვა ძალიან ბევრი კითხვა წაიღო ძალიან ხო და მოულოდნელად გარდაიცვალა ხო არ ცელოდებოდა ანევრიზმა გაუსკდა კი აუ მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა მომენტში მივიდო და იქამდე როცა მას შენთან მოუნდებოდა საუბარი როგორც დიდ ქალთან აი ეს ფიქრი ცოტა მომშვიდებს რომ აუცილებლად ხო უბრალოდ ჩვენ ხო გონია რომ ეს სიცოცხლე ნაბოძები გვაქვს და მუდმივი იქნება რა და ამიტომ სულ ამბობ რა აი როგორ ავარ იცი ახლა ერთი დღით ვცხოვრობ რა რომ ვიღვიძებ ხო შეიძლება ის დღე აღარ ვიყო უკვე რა თუ იმ დღეს არ გავაკეთებ იმ საქმეს რაც უნდა გავაკეთო ესე იგი არც არის გასაკეთებელი მოგიყვებოდა აუცილებლად მოგიყვებოდა იმიტომ რომ მე ახლა შევდივარ უფრო მარინა ვარ რომ აი წარმოუდგენელია რა რომ რამხელა რაღაცა წაიღო რომ შვილს ვერ უთხრა სიმართლე არა და უეჭველი ეთყო კიდე მაინტერესებს ნანახი ყავდა თუ არა ის მეორე მე მგონია რომ არ ყავდა ნანახი იმიტომ რომ თვითონ სამშობლოში არ იყო ნამყოფი ხო და გაუშვა მამიდა ჩემი და ნათლია ჩემი ხო მაგრამ აი მაინტერესებს ანუ ესე უნახავად ენდო ჩემებს და ბავშვი ისე აიყვანა და მაინტერესებს კიდე ამ თანხასთან დაკავშირებით ვერ დავსვი შეკითხვა იმიტომ რომ მე ვიცი რომ ფული არა ჩემში გადახდილი თუმცა ბიოლოგიურ მშობელს რომ მკითხე ანუ ისეთი ამბავი მომიწყო რომ რა ვიცი ეს თანხა ეხლა კონკრეტულად ვისთან მივიდა ამაზე არ მაქვს მე პასუხი ხო მაგრამ რაში გაინტერესებდა აი რაში გაინტერესებდა რატო რაში გაინტერესებდა გადაიხებ თქვა გადაიხადეს თანხა მე რა ცვლი მაგას შეიძლება არაფერი არ იცვლება ამით ჩემთვის მაგრამ აი მაინტერესებს უბრალოდ რა აი რამდენი მაშინ არის აი 3000 ლარი ხო 3000 მანეთი იყო მაშინ შევილის დატოვება სამშობიაროში ერთია, მაგრამ ამითი ხელის მოთბობა ცოტა კიდე სხვა მანგიერი თვისებაა რა. კაი, მოდი მაშინ ცოტა სხვანაირად შემოგიტრიალებ თემას, გინდა? მიმღები ოჯახები იცი შენ? რა თქმა უნდა. მიმღები ოჯახები არიან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, რომლებსაც ყავთ უკვე მისი მრავალშვილიანი ოჯახები და კიდე იმატებენ გასაშვილებელ ბავშვებს იმისთვის, რომ იმ აღებული თანხით გამოყვებონ მისი შვილები. ხო. მისი შვილები რო გამოყვებონ. ხო. და არა ის რომ იყიდონ წითელი ჩექმები. ქონდა ეს. ეგ არაფერს არ ცვლის თამო. ქონდა შემთხვევა, როდესაც ქალმა ბავშვი გაყიდა კახეთში, ბევრმა იცეს ამბავი, იმიტომ რომ ეხედა წითელი ჩექმები. და დარწმუნებული ვარ, რომ იმას წითელი ჩექმები კი არ უნდოდა. იმას ბავშვის იმას ბავშვი არ უნდოდა. ბავშვი როცა არ ის ფულიც არ უნდოდა.
და დანიშნულება ხო და მოუძებნა. ანუ შენ ესე არ ფიქრობ რომ ბავშვი როცა არ გინდა ერთია, მაგრამ ბავშვს როცა ყიდი კიდე მე. კაი, რა შენ რა სიზავდი, თქვა თუ აი გადავხვდეთ ახლა რა, არ გინდა ბავშვი. არა, არ დავტოვებდი, ანუ მაგამდე მე ვერ მივდივარ, ანუ ვერ დავტოვებდი. ხო, ვიცი. ვერა, ანუ ხო, მაგრამ ის წითელი ჩექმები რას ცulis? იმას ცulis, რომ ბავშვის დატოვება ერთი და ბავშვის გაყიდვა, ქათამივით მეორე. კაი, ეკლესიაში რომ მიეტანა დაეტოვებინა, ეგ შენთვის უფრო კარგი ქალი იქნებოდა? ფულის აღების ფაქტი არის ჩემთვის. მაშინ არ კეთდებოდა სხვანაირად. გამორიცხული. არ კეთდებოდა. ნუ იქნებოდა ეს ლეგალური გზა რაც მე დავიარე. გავიარე. სამშობლოში და მიდიოდნენ. და როგორ შვილდებოდა, როგორც მიავიყვანა, ისე შვილდებოდა ზუსტად? სამშობლო ყიდდა. ან ოფიციალურად ხო როგორ სამშობლო არა, ოფიციალურად ცა რას დარწმუნებული ვარ, ოფიციალურად იქნებოდა 1-2 შემთხვევა, ისიც 10 წელიწადში. დანარჩენი იქნებოდა ექიმების ბიზნესი, ხო, უყურებ მე ჩემს იმეებს, აქვე. გაყიდი და სამშობია. ხო. აიღებდა მთავარი გინეკოლოგი ფულს. ხო, ან იურისტი. ხო, ან იურისტი. და ისე მიჩხმალავდნენ საფუძვლებს მე მაგ შენი ის ნანა. ხო, მაგრამ ოფიციალურადაც აყვანა ძალიან რთული იყო ნიკას დროს. რა შვილებლები ცოდავენ რა. აი ზუსტად იმ კლიშეს გამო რა, რომ ბავშვმა არ უნდა იცოდეს, რომ ის აყვანილია და დედას და მამას უნდა დაემსგავსოს რაც შეიძლება. დედას მოდი ეს არის ცოტა ისე რომ ჩავშალოთ ეს ამბავი, ანუ მშობლებს შეიძლება შავგრემა მშობლებს არ აყავთ ქერა ბავშვი, იმიტომ რომ ქერა ბავშვს გაუჩნდება კითხვა რომ მე რატო ვარ ქერა როცა შეხარ შავგრემანი. მე რომ მივიღებ ოჯახში მივედი. ხო. ფანტასტიკურ მიმღებ ოჯახში იყო ნიკა და იმ ქალმა მითხრა რომ ყველასგან დაწუნებული ბავშვია და რატო იწუნებდნენ იცი მოვიდე ვაიმე მე და ჩემ ხარს ხვეული თმები გვაქვს და ამას არა აქვს ხვეული თმა ცისფერი თვალები გვაქვს და ვაიმე ამას არა აქვს და რა გინდა კი მაგრამ რომ თუ აყვანილი შვილი გინდა მოდი რა უთხარი რომ აყვანილია და გასაგებ ამიტომ მაშინ კიდევ ერთხელ უბრუნდები ჩემ შეკითხვაზე კიდევ ერთხელ დავსვამ იმ შეკითხვას რატომ აყავთ ბავშვი რატომ აყავთ ბავშვი არ ვიცი, მე გითხარი. ხო, იმიტომ არა რომ ამ ბავშვზე იზრუნოს, აი როგორ შეიძლება რომ თუ შვილი გინდა, მთელი გული თუ გინდა შვილი, როგორ შეიძლება რომ იმიტომ დაიწუნო, რომ ქერა არ არის. არა, გამორიცხულია, ხო. ანუ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე რეალურად. ხო, ეხლა შენ მარინას დაусმოდი კიდე რა კითხავს, იცი? აი მაგ კითხვაზე კიდე პასუხი. ეს ჩემ შემთხვევაში გაგვიმართლა რომ ჩემი შოგრომანი იყო, ამო ჩემი ქერა იყო და მან გამიმართლა. აი შენ რასაც მე კითხები, მე იმ კითხვას ვერ გიკმაყოფილებ რა. იმიტომ რომ მე გეუბნები ჩემი გადმოსახედიდან და აი უკვე შენთან რაღაცა კითხვები ჩდება, აი მეც მიჩდება კითხვები და მაშინ რატო დამიმალე? ხო. და რომ არ გაქვს პასუხი? შენ თუ გინდოდა რომ მე ყოფილიყავი ცალკეული ინდივიდი შემდგარი რომელიც იმ მოცემულობას მივიღებდი რა მოცემულობაში ცხოვრობ და ვიქნებოდი ლაღი ამ მოცემულობაში მაშინ მე ეს უნდა მცოდნოდა და მაშინ მე არ მაქვს პასუხი რატო არ გამალახე იქ სადაც შემეძლო რომ ყოფილიყავი ხო და აი ამ პასუხების დეფიციტი რომ მქონდა იმედი მქონდა რომ იქით ამხარე შემეძლო იქნება დაგინდო ამინდო კი იმ ჩვენ მედადიკას ქონია ლაპარაკი და თქვათ ყოფილა ის რომ აი სკოლაში დასცინა კლასელმა რომ შენო აყვანილი ხარო ხო ეს დასაც არა იმას არ მოყვები იმ კლასელს რა მოვიდა მაგაში გავამტყუნენ იკაც მეც რომ ჯობდა აგეხსნა იმიტომ რომ ის ცოდუა თუ არ ესმის ანუ ნინო ნახე აი გამოსწინათაც ვიღაცამ დამიწერა რა რატომღაც გუნიათ ეს ტერმინი რაღაცა ისეთი შეაყვანილო აი შენ დედა შენს არ უნდა ხარ და ამითი რა გონიათ ეხლა რომ მე მწყინს მაგას რომ მეუბნებიან რომ დედა შენს ვიცი რომ არ უნდა ვარ ანუ ეს შემთვის ანუ იმდანაც მიღებული ფაქტია რომ ერთი დედას რო უწოდებენ ეს უკვე აქეთ ხო არ არის უფრო ანუ დედის ხარეს კი არა აქეთ ხო არ არის უფრო ბულინგის მისამართი აყვანილის მისამართი ხო ანუ აი რატო უნდა უთხრა ადამიანს ესეთი რაღაც რომ აი მას რა ხო აი რას ცulis ანუ ჩემთვის ეს არ არის საერთოდ შეურაცხყოფა აი საერთოდ ამას ვერანაირად ვერ შეურაცხყოფად ვიღებ ვერაფრად ვერ ვიღებ იმიტომ ეს არის ფაქტი და ფაქტი არ შეიძლება რომ ჩემთვის იყოს შეურაცხყოფა ხო მე მაგალითად ნიკას როგორ აუხსედი რა ასეთ შემთხვევაში ხო და თუმცა ამანაც იცის რაღაც ხანდახან შეიძლება ისეთი რაღაცა გითხრას რომ ჭკუიდან გადაგიყვანოს აი აუხსენი რომ რა არის ამაში ცუდი მე მყავს ორი დედა და ორი მამა მყავს გამზდელი ოჯახი მაქვს ვიზდები ოჯახში ხო მაგრამ სამაგიეროდ მის დაქალს უთხრა შენო იციო რომ მე პრიუტიდან მომიყვანესო და ის დაქალი არის ნიკაზე კიდევ 3 წლით პატარა საერთოდ არ იცის პრიუტი რა არის ან ამასაიდან იცის რა და მიყურებს და აუ ეს გამოშტე და რა არის პრიუტი
ნინო, აი ბოლოსკენ რო წავიყვანო ჩვენი პოდკასტი, რას ურჩევ იმ დედებს, რომლებსაც ჩვილი აყვანილი ყავთ და ან ეხლა ახალი ამბავი არის ეს მათთვის და როგორღაც უნდა დაიწყონ ბავშვის შეგუება, ან დიდი შვილები ყავთ უკვე და ვერ დგავენ ამ ნაბიჯს, აი როგორ უნდა მოიქცნენ? აუცილებლად უთხარით რა, მნიშვნელობა არ აქვს. თქვენზეა დამოკიდებული რა, როგორ ეტყვით. ყოველთვის ჯობს რომ უთხრათ პატარებს გაცილებით უფრო მარტივი იქნება სასაუბროთ და გახსნილი იქნებით სასაუბროთ ამ თემაზე. იმიტომ რომ ეს პასუხები ხო წლებთან ერთად მოდის, გამოცდილებასთან ერთად მოდის და ის პასუხები, კითხვები რაც გაჩნდება, პასუხებსაც მიახმართ და უკვე სრულწლოვანებაში ჩამოყალიბებული თავისი აზრი ექნება ყველაფერ ამაზე რა. მაგრამ აი შენ შემთხვევაში ხო მარინას შეცდომები არ გაიმეორო და დარწმუნებული ვარ რომ მას უნდა და შენთან საუბარი. დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და როგორც კი შანსი გვეთხება ჩვენი შვილები, რომლებიც არიან ყველაზე ძვირფასები ჩვენთვის, ყველში არ ვაცხოვროთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. აი დღევანდელი პოდკასტი, ჩემი აზრით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ყველაზე გამორჩეული. მეც მინდა ყველა მშობელს, ვინცაც შვილი ყავთ აყვანილი, გთხოვოთ რომ უთხრათ სიმართლე, იმიტომ რომ თუ თქვენი შვილი მართლა სიყვარულში ყავთ გაზრდილი, ის შვილია ერთი წამით არ იფიქროთ რომ ვინმეში გაგცვრით და თქვენგან წავა რა. თამო ნახე, მე რომ მოდიოდი შენთან ნიკას დავუსვიკითხო, რომ გინდა რომ წავიდე და ვისაუბრო ამ თემაზე და იმ წუთას მითხრა კი, მე კიდე გადავამოწმე. კიო, მე არ მაქვს პრობლემაო, წადიო ისაუბრეო, მაგრამ რა მითხრა იცი? მე მოვდივარო. ხო, აქცის. უნდა მოусმინო, იმიტომ რომ თამუნას ისტორია მაინტერესებს. იმას შენი ისტორია აინტერესებს. შენთან აქვს კითხვები. დაგჭა კითხვები. ხო. არა, ამოწოდე რა კარგია, ამოწურად ვისაუბრია. უთხარით დედებო, შვილებს კი. უთხარით სიმართლე. კი, ძიმი არის და მაგრამ სიმართლის არაფერი არ ჯობია. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. დაგეშტოებით რამდენიმე დღით, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დროებით.